რამდენიმე თვეში საქართველოში თველი დაიწყება. რა არის გასაკეთებელი მთელი წლის განმავლობაში, რომ შემოდგომაზე კარგი და ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ და რა აგროღონიზებებია დარჩენილი ზაფხულში, ამის გასარკვევად, რა თქმა უნდა, კახეთში ჩავარდით. ყველა ქვეყანაში მუშაობს, მაგი ვენახში წინვალეთ რა. ფასითაც ეკონომიური უჯდება გლეხს და ერთ წამლობაში რო გამოდიან ჭრაქსზე და ნაცარზე ამას უკვე მნიშვნელობა აქვს რა. გამარჯობათ. მობრძანდით. თქვენ იმყოფებით კომპანია აგროჯორჯიას ფერმერთა მომსახურების ცენტრში, საგარეჯოს ფერმერთა მომსახურების ცენტრში. აქეთ არის საკონფერენციო დარბაზი ფერმერებისათვის, აქ ის საცალო ვაჭრობა პესტიციდებითა და მინერალური სასუქებით. მობრძანდით. დიდი ხანია რას ფუნქციონირებს? აღნიშნული ფერმერთა ცენტრი ფუნქციონირებს უკვე 2 წელიწადია. იგი აშენდა მილენიუმის თანადაფინანსებით. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, ალბათ რაც კი გაკეთებულა სოფლის მეურნეობაში. ვინაიდან მუშაობა არის, შედეგები არის სახეზე, გაცხოველებული ფუნქციონირებს აღნიშნული ცენტრი. არა მარტო ეს, არამედ სხვა ცენტრები, რომელიც კი ამ პროექტით აშენებულა საქართველოში და გაკეთებულა, ეს არის აგრარულად ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ადგილას საგარეჯოში, საიდანაც იწყება დანარჩენი კახეთი, ემსახურება არა მარტო საგარეჯოს, არამედ დანარჩენ რეგიონებს. აი რა სერვისს თავაზობთ ფერმერებს? აქ ფერმერებს მრავალფეროვან სერვისს თავაზობთ. მოგეხსენებათ, საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით არის მრავალდარგოვანი. არა მარტო ვენახი, სიმინდი, ხორბალი, ბოსტნეული, ატამი, ძალიან წარმატებული კულტურაა უკანასკნელ წლებში. ყველანაირი მომსახურება არის. აქ არის პირველ რიგში არა მარტო მიყიდვა პესტიციდებისა და მინერალური სასუქების, არამედ პროგრამულად უზრუნველყოფა, წამლობათა სქემის, კვების სქემით უზრუნველყოფა კონსულტაციების დონეზე. ახლა მოგეხსენებათ, ყველა გამოცდილი ფერმერი თვითონ უკვე მეცნიერია თავისი კუთხით, ვინაიდან მას აქვს ბანკი ინფორმაციისა, ნაკვეთის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ კონსულტაციების დონეზე ვეხმარებით. პროგრამა გვაქვს ყველა აქტუალური გავრცელებული კულტურების მიხედვით, როგორიც არის ხახვი, სიმინდი, ვენახი, ატამი, პამიდორი, საზამთრო და ასე შემდეგ. და წარმოდგენილი ქსელში ჩვენ საცალო მაღაზიაში ვიმყოფებით ახლა დარბაზში ჩვენ წარმოდგენილი არის ყველა საქართველოში იმპორტირებული პრეპარატები ტოლერანტულად. ჩვენ არ ვახვევთ რომ გინდა თუ არა ესა თუ ის პრეპარატი შეიძინეთ. მიუხედავად იმისა, გარკვეული ინტერესი აქვს კომპანიას ამის რომ თვითონ აიმპორტებს ზოგიერთ პროდუქტებს. მაგრამ წარმოდგენილი არის ყველა რომ მოდის მომხმარებელი რომ ითხოვს გადაწყვეტილად გვინდა ეს პროდუქტი, უნდა შევთავაზოთ ის, უნდა წარუდგინოთ და ძალიან ვცდილობთ რომ იყოს ფასები ხელმისაწვდომი. დახლი ამისი ნიშანი არის, რომ ყველა პრეპარატი არის თითქმის რაც კი არის გაიმპორტებული. ახლა ვიმყოფებით სეზონის ეკვატორი გავიდა, ვაზის წამლობები მაქვს მხედველობაში, ნახევარი უკან დარჩა უკვე და დახლიც ასე თუ ისე შეთხელებულია. ძალიან ფინის უახლოვდებით. სხვათა შორის, აი ყველაზე დიდი რაც დაავადება, ყველაზე ძლიერი და საშიში დაავადება, ეს მოგეხსენებათ ბავშვმაციცის შეხება აქვს თუ არა ვენახთან გაგონილი აქვს ყველას, ეს არის ვაზის ჭრაკი. და წელს იყო კლიმატური პირობები, ამინდობრივი პირობები ვაზის ჭრაკის სწრაფი გავრცელებისათვის. მოგეხსენებათ ცნობილი მომენტია 25 გრადუსი ტემპერატურა და წვიმა ერთად, ეს არის ჭრაკის სწრაფი გავრცელებისათვის იდეალური ფაქტორები და ეს თითქმის ყოველდღე იყო წლევანდელ წელს. ამიტომ არასტანდარტული წელი იყო და არასტანდარტული მკურნალობა ჭირდებოდა ვაზს. ინტერვალების დამოკლება და მაქსიმალური დოზებით პრეპარატების გამოყენება. მადლობა ღმერთს და მადლობა იმ პროდუქტებს, რომლებიცაც ხმარობდნენ ჩვენი მომხმარებლები, ჩვენ მივაღწიეთ კაი შედეგებს, რომ ვენახის დიდი უმრავლესობა, ვინც მოუარა ვენახებს და ვინც სული დაგული ვას, როგორც შვილს ხო არის, ვაზო შვილივით ნაზარ, ხო, უჭირდება მოვლა, იმას აი მიტოვება და უყურადღებობას არ გაპატიეს. ყალიები ისეთი მავნებელია, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება და დიდი ზიანის მოყვანა. არა, მაგი არის დედოფლის წყაროშია ძირითადად, იქ სადაც მარცვლოვანი კულტურებია გავრცელებული. არსებობს მაგისთვის მორგებულია ჩვენი კომპანიაც, სხვა კომპანიებთან ერთად გვაქვს მაგისი პრეპარატები, ისეთები, რომლებიც არის შედარებით მდგრადი პრეპარატი, რომელიც შეიცავს ნივთიერებას ქლორპირიფოსს, რა, ჩვენ გვაქვს ესეთი ლოგსლი, დურსმანი არსებობს, ტენჩანტი არსებობს და ასე შემდეგ. ასე რომ, როდესაც არსებობს ინსექტიციდები მის წინააღმდეგ, ასეთ ფონზე კალია უკვე საშიში არ არის. ამ დროულად უნდა
კურნალობა მის წინააღმდეგ და განადგურებული იქნება წერი. ადრე ფერმერები უჩიოდნენ უხარისხო პესტიციდებს. კი, აი მაგის შესახებ 2-3 სიტყვით გეტყვით. მე გეთანხმებით, იმიტომ რომ 91 წელს რო დავამთავრე ინსტიტუტი მცენარეთა დაცვის სპეციალობით, იმ პერიოდიდან მუშაობ მე ამ დარგში. 90-იანი წლებიდან, როდესაც მოიშალა ცენტრალიზებულად მომარაგება, შეიქმნა გარკვეული 1-7-8 წლიანი ვაკუუმი, 10 წლიანი ვაკუუმი დაახლოებით, რომ ქვეყანაში შემოდიოდა ვადაგასული პრეპარატები ერგნეთიდან, განსაკუთრებით აი ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიძლება ცალსახად შეიძლება თქვა რომ დასაბამი იყო იმისი რომ კონტრაბანდა ნოლზე დავიდა ვადაგასული პრეპარატების შემოტანა არალეგალური გზებით ნოლზე ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით არ არსებობს უხარისხო შხამქიმიკატი ეხლა ფერმერს აღარ აშენებს დღეს ცალსახად გეუბნები უხარისხო პრეპარატი საქართველოში არ შემოდის პრეპარატი არის ყველა დარეგისტრირებული რომელიც გადის 1-დან 2 წლამდე რეგისტრაციას საქართველოში სხვადასხვა კლიმატურ-ამინდობრივ პირობებში ქვეყნისა სხვადასხვა კუთხით გრადობა, ტოქსიკურობაზე, კუმულაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. გამოდდა ყველაზე მთავარი ტოქსიკურობა მავნებლისა და დაავადების მიმართ. ასე რომ უხარისხობის პრობლემა არ არის. პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად. აი ეს პრობლემა დგას ჩვენთან რა და ინტერვალები უნდა დავიცვათ. არ შეიძლება ახლა შევწამლოთ და აი 2 კვირა აწერია პრეპარატსო და მეც 2 კვირა წვიმა რომ მოდის და თხეში რომ მოდის და მზე არის ამ დროს ინტერვალები ავტომატურად უნდა დაპატარავდეს რა. ამაშია საქმე და ჩვენს ფერმერთა ცენტრში ყოველდღიურობა არის ჩვენი მომხმარებლებისათვის პრობლემული საკითხების მოგვარება და გადაჭრა. ახლა ვაზის ჭრაქი მოგეხსენებათ ახლა კახეთია და ვენახსია მაინც აწყობილი მადლობა ღმერთს რომ ვენახი გვაქვს ჩვენ და ვაზის ჭრაქი დაავადებული რა ფაზაშია ვაზის ჭრაქი მოაქვთ ეს ფოთლები, ყლორტები, ასე შემდეგ და სხვადასხვა პრეპარატებით ნაწარმი და შესაბამის დიაგნოზს ვაძლევთ და ურჩევთ წამლობას, რომელი პრეპარატი ჯობია ამ პერიოდში წამლობა და მადლობა ღმერთს გვაქვს შედეგები. ეს ყოველდღიურობა აი ჭრახლის ფოთოლი მოაქვთ, კიტრის ფოთოლი და ასე შემდეგ, ზესუმზირის და ასე შემდეგ რა. შედეგები როგორია? შედეგები შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად კლიმატური პირობებისა, გადაჭარბებულად არ ვიტყვი, კარგი შედეგები აქვს რა. ჯობია ეს კონკრეტულად შედეგები ნახოთ შემოდავით ადგილზე ფერმერთან მივიდეთ, თუმცა მანამდე მინდა ნახოთ სიმინდის ფართობი, რომელსაც გოჩა განაგებთ. შეამოვნებით, არ დაგზარდებით. დავუჩვევ იმყოფებით ერთ-ერთ სიმინდის ყანაში, რომელიც დამუშავებული არის ქიმიური დაცვის შედევრი, შეიძლება ითქვას, სუპერ სელექციური სიმინდის ჰერბიციდით, მაისით პრეპარატია ესეთი, რომელმაც ფაქტიურად თოხი გახადა სამუზეუმო ექსპონატი. ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია ყანა. შესანიშნავად გამოიყურება. შედარებისთვის რომ ავიღოთ გათოხნა, ფერმერს უჯდება 1 ჰექტარი 150-200 ლარი, ხოლო ჰერბიციდის საშუალო ფასი არის 50 ლარი, რომ საერთოდ სარეველისგან გაიწვიდოს სიმინდის ყანა. საქართველოში უმეტესობა სამჯერ ნაკლები დაუჯდება. 3-4 ჯერ ნაკლები. მაგალითად რომ ავიღოთ ერთ-ერთი ჰერბიციდი სიმინდის პრეპარატი მაისი ჰექტარზე მიდის 60 გრამის ოდენობით. შეთავსებით ხდება ტრენდია გამხსნელი მიმწებებელი საშუალება, ამას ემატება 2-4 ამინის მარილი. საშუალოდ ეს ყველაფერი უჯდება ფერმერს 1 ჰექტარი 50-55 ლარი, 5-6 ფოთლის ფაზაში შედის სიმინდში ეს კომბინაცია და სიმინდის გარდა წვანი აღარაფერი არ არსებობს იმ წელს იმ ყანაში. როგორც აქ მაგალითად. აგროვადები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროვადები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგროვადების არ დაცვამ შეიძლება საერთოდ მოსავალი არ მიგვაღებინოს, ამიტომ ძალიან სპეციფიურია და ამ კონსულტაციებს ჩვენ მომხმარებლებს ყველას ვაძლევთ, ყველას ურჩევთ, როდის რა უნდა გააკეთოს და ვინც ჩვენ რჩევებს უჯერებს, კი ხედავთ შედეგს, როგორ ყანაში სიმყოფებით, კი ბატონო. უმეტესობა საქართველოში უკვე იყენებს ამ ჰერბიციდს, ძალიან დიდი მომავალი აქვს იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი მოსავალი. სიმინდის წარმოება იყოს მომგებიანად, ზოგადი თვითღირებულება ქონდეს დაბალი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ ბატონ გურამისთან ვენახში. და დანარჩენი სიამოვნებით. ძალიან მენიშნა ეს თოხი ნენელასა ექსპონატი რო ხდება სამუზეუმო. გამარჯობა. აიცანით ერთ-ერთი მშრომელი ფერმერი ამ რეგიონის საგარეჯოს რაიონში მანაველი კაცი თენგიზ მირზაშვილი.
მობრძანეთ ახლა დავათვალიეროთ თენგიზის ვენახები. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ვენახში, რომელიც ჩატარებული არის 4 ტური, 4 წამლობა, 4-ჯერადი წამლობა ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ. როგორც გითხარით, ვაზის ჭრაქი ეს არის ყველაზე საშიში და აგრესიული დაავადება. არანაკლები არის ვაზის ნაცარი, ყურძნის სიდამპლე და ასე შემდეგ. მავნებლები რამოდენიმე მავნე ობიექტი არის ისეთი, რომელიც ემუქრება ვაზის მოსავალს. ეს არის ტკიპები, მწერები, სოკოვანი დაავადებები, ვირუსები და ასე შემდეგ. ამასთან გამკლავება უხდება სეზონის განმავლობაში ფერმერს. ამას სჭირდება, რომ ფერმერი იყოს ყოველდღიურად პრაქტიკულად ვენახში და აკვირდებოდეს სიტუაციას და მდგომარეობას. აი ცალკე შაბლონურად მიცემა სქემის, რომ აი ამ სქემით წამლე მაგალითად თბილისიდან რომ მიცეს, ეს არავითარ პრაქტიკულად შედეგს ვერ მიცემს, ვინაიდან თვითონ ფერმერი არის მცოდნე იმ კონკრეტულად მიკროადგილში, როგორ ვითარდება ესა თუ ის დაავადება, რისი ბუდი არის, ზოგან არის ნაცრის გავრცელების კერა, ზოგან ჭრაქის გავრცელების კერა და ამ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რომელიც აქვს თვითონ ფერმერს, ეს არის ყველაზე დიდი ინფორმაცია და საჭირო ინფორმაცია და ამას უნდა მოარგოს კონსულტანტმა, ოდესაც მიდის რჩევის საკითხავად ესა თუ ის ფერმერი. თუ როგორ ადგილშია გაშენებული ეს ვენახი. ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თუ დააკვირდებით, ხარობს გარშემო ლელი. ესაა სარეველა, ჭაობის სარეველა, იმის ნიშანია, რომ გრუნტის წყლები არის ახლოს. ზოგადად კომუნისტების დროიდან მოყოლებული ასეთ ადგილებში არ ურჩევდნენ ვენახის გაშენებას, ვინაიდან დაავადებებისადმი გამკლავება ასეთ პირობებში არის რთული. და მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, ვენახში პრაქტიკულად დაავადების ნიშანწყალი არ არის ახლა აქ. ეს უკვე ფერმერის სიყოჩაღეზია ლაპარაკობს და ლაპარაკობს იმაზე, რომ წამლობა ხდებოდა მაღალხარისხიანი ფუნგიციდებით, საერთოდ პესტიციდებით რა. მცენარეთა დაცვის ქიმიურ საშუალებებს ეწოდება პესტიციდები ზოგადად რა. ეს განმარტება არის მცენარეთა ჩემი სპეციალობა ესა. პესტიციდებს, რომლებიც ებრძვიან სოკოებს, იმას ქვია ფუნგიციდები, მწერებს, რომლებიც ებრძვიან მავნებლებს, ტკიპები, ისა მწერი მავნებლები, იმას ქვია ზოგადად ინსექტიციდები, აკარიციდები და რომლებიც სარეველა ბალახებს ებრძვის, ხედავთ აქ სარეველები საერთოდ არ არის, ეს გამანადგურებელი ჰერბიციდების დამსახურება. ბალახს რომელიც ანადგურებს, არასასურველს, იმას ქვია ჰერბიციდები. და ეს სამი კომპლექტია. საერთოდ ერთი სიტყვა ზოგადად მინდა გითხრათ ერთი რამ. მცენარეთა დაცვა ეს არის კომპლექსი ღონისძიებებისა. ქიმია აქ არის ერთ-ერთი მეთოდი. დანარჩენი არის აგროტექნიკური მეთოდი, ფიზიკური მეთოდი, საკარანტინო მეთოდი, ბიოლოგიური, ბიოტექნიკური მეთოდი და ერთ-ერთი არის ქიმიური მეთოდი. არ შეიძლება რომ მარტო ქიმიური მეთოდით ვებრძოლოთ. თუ კი რიგთაშორის კულტივაცია არ იქნა ჩატარებული, თუ კი მწვანე ოპერაცია არ იქნა ჩატარებული, ბრძოლა არის თუ კი სასუქი არ არის გამოყენებული ნიადაგში, მაშინ ქიმიური შხამქიმიკატით წამლობა უსუსური იქნება ამ შემთხვევაში. თუმცა მცენარეთა დაცვაში ქიმდაცვას ძალიან დიდი როლი უკავია და ხარისხიან პესტიციდებს უკავია ძალიან დიდი როლი. სასუქები რამდენჯერ უნდა შევიტანოთ? სასუქები კონკრეტულად მინერალურ სასუქს თუ მეკითხებით, ფოსფოროვანი სასუქები უნდა შევიტანოთ, ვინაიდან ძნელად მოძრავია ფოსფორი და კალიუმი, ეს მაკროელემენტები უნდა შევიტანოთ გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე კულტივაციის წინ, რიგთაშორისი დამუშავების წინ. აზოტოვანი სასუქები პრაქტიკულად თუ სუსტი არ არის, მაინდა-მაინც ვაზი არ ჭირდება. დანარჩენი არსებობს მიკროელემენტებიანი სასუქები, რომელიც ფოთლიდან შხამქიმიკატთან ერთად ესკურება ერთ სამუშაოს ნარჩი და ფოთლის ბაგეებიდან იჭრება მცენარეში და იკვებება. მცენარეს არა მარტო ჩვენთან გავრცელებული აქვს, თითქოს მარტო აზოტ ფოსფოროვანი სასუქი ჭირდებოდა. მცენარეს ჭირდება ყველა ელემენტი, ეს არა მარტო ვაზს ეხება, ყველა კულტურას. მიკრო და მაკროელემენტები, რკინა, ბორი, მოლიბდენი და ასე შემდეგ. ისა რა ქვია, ბორის მონაწილეობის გარეშე განაყოფიერება არ ხდება, გამონასკვა არის ძალიან ცუდი და მეჩხერტევას ვიღებთ. ეს ისტორიულად ნიადაგში ბორის ყველა ელემენტი დევს მენდელეევის გამოგხსენებად, მაგრამ ჩვენ მოსავალთან ერთად გამოგვაქვს ჩვენ ეს და ამიტომ ხელოვნურად თუ არ დავეხმარეთ, ეს ჩვეულებრივი ნორმა არის. მე ისიც არ დაგვეხმარება. ხო, ისიც არ დაგვეხმარება და ერთჩვენიერ დღეს ვარს გეტყვის ნიადაგი გახდება პარკეტივით და მოსავლის მოცემაზე. ძველად, როდესაც მოსახლეობა უხსოვარ დროში იყო ნაკლები,
ნიადაგის განოყიერება ხდებოდა, ერთ ადგილს მიატოვებდა და ახალ ადგილზე გადადიოდა ხალხი. ეხლა მოსახლეობა მთელი ცივილური სამყაროს ყურადღების ცენტრშია, როგორ გამოყვებონ სასუსათო მომენტი, დეფიციტი რომ არის და მზარდი არის მოსახლეობა, ამიტომ სასუქების ჩარევის გარეშე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება არის რთული. საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია უხვი და ხარისხიანი კონკურენტუნარიანი მოსავლის მიღება. და გამომდინარე აქედან ჭირდება, ესე იგი, გვიან შემოდგომი და ადრე გაზაფხულზე ფოსფორ-კალიუმიანი, მაკროელემენტებიანი ფოსფორ-კალიუმიანი ხო და შემდეგ ვეგეტაციის პერიოდში თუ სუსტია მცენარე უნდა წავახმაროთ აზოტი და მიკროელემენტები. ასე შემდეგ. წამლობა რაც შეეხება მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ საჭირო არის მიკროადგილიდან გამომდინარე საჭირო არის ჩავატაროთ 7-ჯერ, 6-ჯერ, 8-ჯერ თუ საჭირო არის. ეს არის ამინდიდან გამომდინარე ხდება ყველაფერი. უხვი ნალექიან პერიოდში ხდება ბევრჯერ წამლობები, ინტერვალები წამლობათა შორის მცირდება, ხოლო თუ ნალექი არ არსებობს და მხოლოდ ნალექი ხდება დილის ნამისაგან, მაშინ 12-14 დღიანი ინტერვალებით შეიძლება წამლობა. წლევანდელი წელი შეიძლება ითქვას იყოს საჯილდაო ქვა ამისთვის, რომ გამოცდა იყო პრეპარატების. ისეთი ამინდობრივი კლიმატური პირობები იყო საქართველოში. მაგრამ მიუხედავად იმისა, ერთ-ერთ მაგალითში ვიმყოფებით, როგორი შედეგები მოგცა მაღალხარისხიანმა ფუნგიციდებმა. ეს ფერმერი ბატონი თენგიზი არის ჩვენი მომხმარებელი უკვე რამოდენიმე წელი, 2 წელია უკვე ჩვენი მომხმარებელია, რაც კი ჩვენი ფერმერთა მომსახურების ცენტრი არსებობს და სარგებლობს ამ მომსახურებით, კონსულტაციებით, პრეპარატებით და შედეგები აქვს წინვალე. ერთ-ერთი ჯანმრთელი გლეხია რო იტყვიან რა. უმკურნალეთ ბატონო თენგიზ. კი, სანამ თქვენ აგურა მივისაუბრეთ, მე შევწავლე უკვე ჰექტარ ნახევარი. ესე თქვენი ხელი ეტყობა, ესე ბარაქიანად ასხია ამ დალოცვის. კაცი მანავში ცხოვრობდა და ვენახი არ აქვს. გამორიცხულია. ახლა ამ ზაფხულის პერიოდში რა სამუშაოებია დარჩენილი? შეწამლა, კულტივაცია, თავების გადაჭრა უკვე დასრულებულია, მერე ნავხრეების შეცვლა. კულტივაცია სულ რამდენჯერ დაჭირდება? ძალიან პროცესის განმავლობაში. როგორი ზაფხული იქნება? 3-ჯერ, 4-ჯერ უწევს ხან. ჰექტარი რა ჯდება ხოლმე? ჰექტარი კულტივაცია ჯდება 20 ლარი უნდა სალიერკას და 30 ლარიც ისე რა. 50 ლარი ამოვიდა. 30 ლარამდე. ერთ-ერთი მთავარი არის ნიადაგი, ხო? კი. მიწა თუ არ იქნება დალუცვილი, ისე ვერ მოვიყვათ კარი ფუცავას და ბედას ვერ გავაშენებთ. ადგილებს რომ ხედავთ, აქ იყო სულ ჩალა და შალაფის მეტი არაფერი მოდიოდა. დიდი წვალების შედეგად გავაშენებენ ახი და რა ვიცი. აი წვალება რა შეგამოიხატება, აი მაინტერესებს. აიხატება რა ვიცი, ქართველ კაცსა რომ ვენახი არ აქონდეს, თან მანავში ცხოვრობდე, არ გამოდის ეგრე. ამას დიდი მადელი აქვს და მოფერება უნდა. სუფრას რომ მივსხდებით ხოლმე როგორია? აი კარგია, მაგრამ ყველას ისე გონია რომ ძალიან მარტივად არის, მაგრამ შხამკი ქიმიკატების წყალობით მოგყვა. აი შხამკილატები გამოუშვეს და აი სულ თავიდან ბოლომდე რო ჩავყაროთ. იქიდან რო დავიწყოთ. ხო. რამდენი ოპერაცია უნდა გავაკეთოთ სანამ თველი მოვა? ახალშენი რო გავაშენოთ. ახალშენიც რო გავაშენოთ. ვაშენების დროს ყოველ აი ეს რასაც ეწოდება აი მუხლი რა. აი ყოველ მუხლი რო გაიზრდება, ამას უნდა წამლა უკვე. რომ ჭერაქია შეხვდეს. რომ გაიზარდოს. თოხნა უნდა და წამლა. მე სარი შედგმა უნდა მართulis გამო. მოწამლა რამდენჯერ დაჭირდება წლის განმავლობაში? შეიძლება 7-ჯერ და 8-ჯერ. და ახლობით რამდენი დაჭირდება თვითონ მოწამლა? ჰექტარს. მოწამლა ჰექტარი სადღაც საშუალოდ ჭირდება 350 ლარი თილა სეზონს. 350-400 ლარი. თლიანად ესე იგი წლის განმავლობაში ჰექტარზე ფულადი რამდენი დანახარჯი უნდა გააკეთოს? შრომაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ის თავისთავად. ახლა ჩვენ შრომასაც თუ არ ჩავთვლით ჰექტარზე სადღაც 1000, 1200, 1500 ლარამდე მიდის. მოხნა, კულტივაცია, ხან ჩვენ ავწვალოთ, ხან ვიქირავებთ ხალხსა და ისე ვაკეთებთ და ამბუნას ჩვენ მოვიდეთ. სარწყავი სისტემები გააქვთ? არა, სარწყავი სისტემა არ აქვს. არის, მაგრამ გაფრჩებულებია. აღდგენა უნდა. აღდგენა ძვირის სიამოვნება დაждდება. ახლა ხანდახან ჩვენ თუ გამოვყვა, მაგრამ ძნელია რა, გლეხკაცთვის. კრედიტზე არ გიფიქრიათ, რომ აი ისევე კრედიტის წყალობით მე სარწყავი სისტემები რო დაამონტაჟოთ? მარტო მე ვერ დავამონტაჟებ, თუ ხალხიც გვერდში არ დამიდგა, ყველას
თავისი ჩემი ხო არ არის სარწყავი მარტო. ისე თქვენ რო გააკეთოთ, აი მაგათაც არის დაწვეთების სისტემა. პრობლემებად იყიდით. კაცი გაგეხარდეს. თუ წყალი ადგილამდე არ მივიდა ეს დაწვეთების სისტემა არაფერ შუაში არ არის. არხი არის ზემოთ. ის იქიდან ხომ წამოვიდეს არ? ანუ არხიდან ის არის თავარი პრობლემა. პრობლემა ეს არის. თავარი დანახარჯი არის კულტივაცია, მე როგორც ხვდები და შხამქიმიკატები. როგორ ერევით ამას ფინანსურად? შხამქიმიკატებზე აგრო ჯორჯია გვაძლევს კრედიტით. მოსავლის აღებამდე. ძალიან გვეხმარება ამას. ვისაც საშუალება აქვს მიბრძანდეს და გამაიტანოს კრედიტით წამლები. ისე რა მაინტერესებს, მანავში ვარ და მანავის წვანეთ. კი, გვაქვს. მანაველი კაცი იყო და მწვანე რა ქონდეს? ეს ირცხვილიც არის. აი ხე მე როგორც უყურებ, ახლა ლობიოცა გაქვთ. აზოტის დასაფიქსირებლად, ხო? სამტრისათვის. თან უხდება არა ვენახს? არ უხდება კიდევაც ვენახს. ძირევით ციტო ხნება, ლობიო ციტო ხნება და პლუს ვაზით ციტო ხნება. აი ეს სარეველა არ მოდის. დალოცვილი კარგი ხარისხის და რაოდენობის დიდი რომ მოვიყვანოთ, რა არის ამისათვის საჭირო? ამისათვის საჭიროა წამლები, შხამქიმიკატები. დიდი შრომა და ყოველდღიურად თითქმის როგორც შვილს უნდა მოფერება, ისე უნდა ვაზმოფერება. ვენახში უნდა იყო და ყოველდღე ამოწმო, რა უჭის და რა უთხის ვენახს. თორე ერთი კვირა და ორი კვირა რო თავი გაანებო ვენახს, მაგით არაფერი გამოვა. ვერაფერს ვერ მივიღებ. და უმთავრესად შრომასთან ერთად სიყვარულია. სიყვარულია ვენახსა და მოფერება უნდა ამას, როგორც პატარა შვილს. ამას თუ თავი გაანებე, აქედან არაფერს ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ჭრაქი და მთელი უგედურობა გაანადგურებს ვენახს. თუ კი შეხვდა ჭრაქი, ამას ვეღარ მააბრუნებ, თუ დროზე არ მიასწარი. დროზე თუ არ შესწავლე. დროზე კიდევ ვერ მიასწრებ, თუ ყოველდღე არ უყურე რა ხდება. ყოველდღე უნდა უყურო. ორ დღეში ერთხელ მაინც უნდა შეხვიდე ვენახში. ამოდენა საქმე გავიდა, თქვენი მოსდენა არ იქნება. ამიტომ დაგტოვებთ. დიდ მადლობას გადაგიხდით და ხვალ და ბარაკას გისურვებთ. მადლობა. თქვენში გეპატიჟებით. დიდი სიამოვნებით. შევწამლი ვენახს, გავაგრძელებ და თქვენი საქმე იცოდეთ. იცოცხლეთ. ჩვენ წეგან მაღაზიაში, ჩვენი ცენტრის მაღაზიაში ვნახეთ მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა პესტიციდებით ატარებდნენ წამლობას, დაავადებების წინააღმდეგ და ნიშნები მოქონდათ ვაზის ჭრაქის, ლაქებიანი ფოთოლი, ქვევიდან ფიფქით. ეს არის ვაზის ჭრაქის ტიპიური სიმპტომატიკა, ზევიდან ფოთლის ზემოდან ლაქა, ქვემოდან ფიფქი, ფიფქი არის ნაყოფიანობა, რომლითაც ვრცელდება შემდგომ წელიწადში რამოდენიმე თაობას იძლევა ვაზის ჭრაქი. აი ახლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, აი რო დავყვეთ მთელ რიგში, ვერსად ვერ ვნახავთ ჭრაქის ნიშანწყალს. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი კომპანიაც და ჩვენი ფერმერთა ცენტრიც იმით არის დაინტერესებული, რომ კი მართალია ბიზნესი, ყველა ბიზნესი მოგებაზეა გათვლილი, მაგრამ შედარებით ხელსაყრელი იყოს ფასები მომხმარებლისათვის რა. აი ეს სიამოვნება ამ დალოცვილის მკურნალობა 1 ჰექტარზე რა უჯდება? 1 ჰექტარზე საშუალოდ ხარჯი 1 ჰექტარზე სასუქების გარეშე არის 350 ლარი დაახლოებით ამ ფასებში ვეწევით, აი ისეთ წლებში, როდესაც ხშირი წამლობები არის საჭირო. აი ხა ამ ზაფხულის პერიოდში რა პროცესები მიმდინარეობს, რა უნდა ჩაატაროს ახლა? ახლა ეს როგორც მოგახსენეთ 4 ტური ჩატარებულია და მიმდინარეობს უკვე მე-5 ტური წამლობის სისტემური ფუნგიციდებით. ამის შემდეგ ერთი კვირის თავზე უკვე გადავდივართ კონტაქტური ფუნგიციდებით წამლები. ეს არის ძირითადად სპილენძის შემცველები, ბორდოსნარევი, სპილენძის ქლორჟანგ, ეს ზოგადად პესტიციდების დასახელება. აქამდე წამლავდით სისტემური ფუნგიციდებით, ავანგარდით, ვიქტორით, ბრიდომილგოლდით და ასე შემდეგ რა. აი ახლა გადავდივართ კონტაქტურ ფუნგიციდებზე, ამის შემდეგი წამლობით დარჩენილი არის სულ 2 ტური მაქსიმუმ. რა და 2 ტურში უკვე დამთავრდება. მე ვილოცებთ რომ სეტყვა არ მოგვივიდეს და მოსავალი ჩვენია. მე თვითონ დავიფაროს. კი ბატონო. ისე ხო შესაძლებელია მაინც და მაინც ავადმყოფი ფოთლით რო აღარ მოგმართონ ხოლმე თქვენთან სეტში. მანამდე რომ მკურნალო ამას. ძალიან საინტერესო შეკითხვაა ჩემოდათო. საქმე რაშია? ყველა სოკოვანი დაავადება და მათ შორის ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის პრევენციული ბრძოლა. სანამდე დაავადება, სანამდე ინფექცია მოხდება. იმიტომ რომ სოკოს აქვს თავისი განვითარების ბიოეკოლოგია, ეს ჩვენ ინფექცია რომ მოხდება, თვალით უხილავია. მე-4, მე-5 დღეს გამომდინარე აქტიურ ტემპერატურათა ჯამისაგან, მე-4, მე-5 დღეს ზოგადად ზაფხულში ვხედავთ უკვე ვიზუალურ გამოვლინებას. როდესაც ინფექცია მომხდარია 2 დღის, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.
შემდეგ შესხურებული წამლობა იმ ინფექციას ვერ აჩერებს. ჩვენ სურათს მივიღებთ, ანუ ლაქას და ქვემოდან ფიფქს. ამიტომ ყველა წამლობა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ მიმართული უნდა იყოს პრევენციულად, ანუ ამკვეთი უნდა იყოს, წინასწარ გამორიცხვის მეთოდით უნდა იყოს. ამიტომ, როდესაც მოდის წვიმა, არის ტემპერატურა ბუნებრივია ზაფხულში სულ არის 20-25 გრადუსი, ეს არის იმისი ნიშანი, რომ წამლობა არის ვადები არის დასაპატარავებელი, წამლობათა შორის ინტერვალები. ახლა ზოგადად არის ესეთ ხშირი ყოველდღიური ახლა ამის მაგალითი თქვენს ნახეთ, როდესაც გაუჩნდება ჭრაკი, ფოთლით მოდის და გეუბნება უკვე ჭრაკი გაჩნდა და ბუნებრივია ვსახავთ, რომ ახალი ინფექცია აღარ მოხდეს რა მის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ ეხება აი ახლა ესეთ სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ესეთ ფერმერს. ეს პრევენციულად წამლავს ასეთი მეთოდი, გამორიცხვის მეთოდით, რომ ინფექცია არ მოხდეს. აი ესეთი მდგომარეობაა ჭრაკის წინააღმდეგ ბრძოლისა რა. იგივე შეიძლება ითქვას ნაცარზეც. საერთოდ სოკოვან დაავადებებზე. რაც შეეხება მავნებლებზე, მავნებლები ჩანს, მავნებელი და როგორც მონადირემ სწორად უნდა გაარტყას, რომ არის ადგილზე, მაშინ უნდა იქნას წამალი გამოყენებული. მაგრამ სოკოვან დაავადებებზე, როგორც მოგახსენეთ, წინასწარ პრევენციულად უნდა იქნას ღონისძიება ჩატარებული. დიდი მადლობა ბატონო გურო. ძალიან საინტერესო და შემეცნებითი საუბრისათვის. დიდი მადლობა, კარგად იყავით.